ერთი კაცის ტელევიზია, ნიკალა ფილმი მოგესალმებათ. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ხატვართან, მეცნიერთან, საზოგადო მოღვაწესთან, ბატონ ზაურ ცერცოძესთან. ბატონო ზაურ, როგორ ბრძანდებით? გამარჯობა. როგორ ბრძანდებით? მადლობა. მე მინდა რამდენიმე საკითხი საინტერესო საკითხი ალბათ შევუკითხებით და მინდა რომ რა ეკმა უხუცესთან კავშირს ქვეყნის განვითარებისათვის. კეთილი, კი ბატონო, გისმენთ პატივისცემით. აი ახლა პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს ხალხში არის თავისებური ცხოვრება, ერთი წება ადამიანები ძალიან დიდად ცხოვრობენ და ნაწილი ადამიანების დიდი პროცენტი ცხოვრობენ ცუდად. რა თქმა უნდა ეს ყველა მიცეს დავრობამაცი ჩვენ ვთქვით, მაგრამ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ ეკონომიკა განვითარდეს, შეიქმნას ცხოვრების ნორმალური პირობები და ამისათვის გვაქვს ჩვენ საკანონმდებლო რამდენიმე მიმართა წინადადებები მთავრობის მიმართ, კიდე რომ დავიწყოთ შემდეგი საკითხი. აი რა არის პირველი საკითხი არის საქართველოში ყველა თანამდებობის პირს ყველას უნდა ხოდეს მოქალაქეთა მიღების დღეები. არ არსებობს, ეს არის ყველაზე დემოკრატიული ფორმა, რომ გაჭირებული ადამიანი რომ მიდის ხელმძღვანელთან, შედის კაბინეტში, ითხოვს რაღაცას, რა თქმა უნდა ის შეიძლება ნაწილობრივ დაეხმაროს, ნაწილობრივ, მაგრამ მაინც უნდა იყოს მოქალაქეთა მიღება. ეს არის აუცილებელი დღეს ამ მდგომარეობაში. დღეს საქართველოში მიღება აკრძალულია. აკრძალულია მთავრობასთან, მერევნია შედის, აკრძალულია მერიასთან, მერიის სამსახურებთან, მინისტრებთან, საერთოდ მიღება არ არის. კომუნისტების დროს ეს იყო ყველაზე კარგი რამე, რომ ღარიბი მოსახლეობა თუ ყველანი შედიოდნენ ხელმძღვანელებთან და დასრულდნენ ხოლმე პრობლემატურ საკითხს და ეს ხელმძღვანელობაც ნაწილობრივ უყეთებდნენ ამათ, რა თქმა უნდა, ეხმარებოდა. ამიტომ მოხალხეთა მიღება ეს პირველი საკითხია უხუცესთა კავშირის მიერ მოცემულ ღონისძიებაში. პირველი საკითხი მოხალხეთა მიღება. უნდა იყოს კვირაში ერთხელ დათმულ დროზე, რომ იქ ცოცხალ რიგით მივიდოს ადამიანი და ჩაეწეროს და გაესაუბროს მთავრობას. აი ეს არის პირველი ჩვენი საკითხი. ეს ცოტა არ იყოს თავიდან ცოტა სიზნელე იქნება, იმიტომ ყველა მიაწყდება მაგას, მაგრამ მე უკვე თავისებურად მოიკლებს და მე სტაბილურად ჩადგება და ყველას შეიძლება რომ თქვა ორშაბათი დღე არის 12 საათი ან 2 საათი, ყველა საქართველოში გქონდეს მიღების საათი. ეს მე მგონი ძალიან კარგი ეს ამბავი, ეს არის აუცილებელი. ბატონო ზაურ, თუ შეიძლება ბრძანოთ პენსიონერების პრობლემებზე. რა მიმართულებით აქვთ ჩამოყალიბებული თქვენ, სქემატურად მე ვიცი რომ თქვენ მესაუბრებოდით პირადად საუბრებში და თუ შეიძლება რომ ბრძანოთ პენსიონერებთან პრობლემების შესახებ. ბატონო ნიკო, მე მინდა გითხრათ პენსიონერების შესახებ სერიოზული ამბავია ნამდვილად, იმიტომ რომ დღეს ყველაზე დიდი მასა არის პენსიონერები და ყველაზე გაჭირებული ხალხია პენსიონერები. პენსიონერების რა თქმა უნდა 500-მდე აღთხელ ესე იგი 500-მდე თვეში პენსიონერს, რაც აბსოლუტურად ძალიან ცოტაა. ცოტაა, იმიტომ არის ცოტა, რომ პენსიონერები ხუცებია, რა თქმა უნდა, მათ ჭირდებათ მედიკამენტები, ჭირდებათ საკვები, ჭირდებათ ელემენტარული საყოველთაო პირობები, მაგრამ ეს არ ყოფნის ამას. მაგრამ რა არის? პირველ რიგში მაინც რა მინდა რომ თქვა პენსიონერებს შესახებ. პენსიონერებს უფასოდ უნდა ხოდეს სისხლის ანალიზი. პენსიონერებს თითქოს მთავრობა ამბობს რომ არ არის უფასო. პენსიონერებს სისხლის ანალიზი უნდა ხოდეს უფასო. შევა საერთოზე აიღებს სისხლის ანალიზის პენსიონერი და 125 ლარი იქნება გადასახდელი კიდე. პენსიონერებს უნდა ხონდეთ დიაგნოსტიკები და ეს კვლევები უფასოდ.
რაც არ არის უფასოდ. აი მაგალითად მოხდა ასეთი შემთხვევა, რომ 3 რიცხვი 3 ივნის ერთ-ერთი პენსიონერი ხوارს არ ვიტყვი შეიქნა უგუნო წაიყვანეს სასწრაფო მოვიდა მოასრულიერეს წაიყვანეს გიუგულ ჰოსპიტალში დაჭარაში და ჩაუტარდა ინსტრუმენტალური კლინიკური ლაბორატორიული კვლევა. გამოიკვლიეს ყველაფერი პენსიონერისგან ყველაფერი და ამოუწერეს თანხა 790 ლარი. თითქმის 2 პატარა პენსია რო ვთქვა. 790 ლარი თუ არ გადიხდიდა პენსიონერი ალბათ საავადმყოფოდან არ გამოვიდოდა რა. ხო და პენსიონერს არ მოაჩეს ისეცხა ეს ფული და გადიხადა ეს ფული ამ ნასესხები ფული და ეს როგორ შეიძლება ასეთი თუ პენსიონერი არის ავად ხახდა ამ სასწრაფო მიიყვანა ადგილზე როგორ შეიძლება მას ფული გამოართვა. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და რატომ ჩვენებიადაც არ ვიცი. ეს საკითხი არის მეტად ძალიან საყურადღებო, იმიტომ რომ თუ პენსიონერს აქვს უფასოდ სისხლის ანალიზი, უფასოდ მკურნალობა, უნდა იყოს ბოლომდე. არავითარი პროცენტები არ უნდა იყოს. აი საავადმყოფოში დაწვა და თქვა 80, დააფინანსა 80%, არა. უნდა დააფინანსეს ყველაფერი 100%. იმიტომ რომ 20% საბოლოო სოლიდური თანხა და პენსიონერის მისი თანხის გადახდისის არ ეხება. კომუნალური გადასახადები პენსიონერს უნდა ხონდეს კი ბატონო ქვესმის რომ ელექტროენერგია და ისინი რა თქმა უნდა გადიხადოს ყველა მაგრამ ხო შეიძლება 50% გადიხადოს პენსიონერმა ეს კომუნალური გადასახადები ეს დიდი შეღავათია ამისი რაც შეეხება პენსიის გაზრდას ვესმის რომ პენსიის გაზრდა რთულია იმიტომ რომ 2 მილიარდი მაინც უნდა ხარ რომ მომაგონ 1-200 ლარი მაგრამ ყოველ შემთხვევაში არაფერი არ გვინდა არაფერს არავის არ უნდა თუ პენსიონერებს სისხლის ანალიზები მედიკამენტები ესენი როგორ ჩამოთვალეთ კომუნალური გადასახადები ესენი ყველაფერი რაც ჩამოთვალეთ ჩვენ იქნება შეღავათია ფასებზე ზოგჯერ უფასოდ დამატებასაც არ ვითხოვთ ჩვენ პენსიონერი ამისას. აი ეს არის ყველაზე მთავარი და განსაკუთრებული. ბატონო ზაური, თუ შეიძლება ბრძანოთ ანაბრების შესახებ. ხალხმა დაკარგა ანაბრები და დარჩა ასე ვთქვათ, საწყალი გლეხი ინახავდა სალაროში და ეს ფული ყველაფერი განიავდა. თუ შეიძლება რომ ბრძანოთ ამის დაბრუნების საკითხი შესაძლებელია თუ არა? ბატონო ნიკო, ეხლა რა არის, ეს საკითხი მეტად რთულია, საყურადღებო, მაგრამ ყველაფერი შეიძლება და როგორ. აი, რაც სახელმწიფო ხალხს წაართვა ფული ამის დაბრუნება არ შეიძლება. ამხელა ფული არ არსებობს. მაგრამ შეიძლება ბარტერული წესით, აი პენსიონერს მაგალითად მიცენ მიწის ნაკვეთები იმას მიცენ ხანდახან ბინები რაღაცები საშუალებები მიცენ ნუ თითქოს ესე იგი ბარტერ გამოუხშიროს ის რომ მაგალითად პენსიონერმა ესე იგი თავისებურად წაართვეს ამხელად თანხა თუ ის რაღაცა ბინას მიიღებს მიწის ნაკვეთს მიიღებს რაღაცას მიიღებს ეს დიდი შეღავათია ძალიან და ეს მოძრაობა ჩვენ ეს შეიძლება ამას სახელმწიფო გულს არაფერს არ აქვს დღეს საქართველოში 10,000 მშენებლობა ის და რომ თითო ბინა რომ გადადო მასელა ამ ხალხისთვის რაღაცა მიცებინებით თითო ბინა ამ ხელა შეღავათია ამ ხალხს უნდა დაუბრუნდეს რაღაცნაირად ეს არავითარი მე არ მომუკიდებ სახელმწიფო სამხედრო ფული არ აქვს მაგრამ ბარტერული წესით მიწის ნაკვეთები რაღაცა ბინები რაღაცა საშუალებები ბინები რაღაცა საშუალებები არის რომ ესე იგი მოეხმაროთ ეს არის ძალიან კარგი საკითხი ეს ჩვენ ხუთი დაკავშირება შეუმჩნევთ ეს საკითხი და ამას მთელი საქართველო უწევს ხარს სხვანაირად რატომ უნდა შეჩერდეს ჩვენი გამოჩევარი სახელმწიფოს და დააშავა ხალხმა აი ეს არის ერთ-ერთი ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი თავისებური
ანაბების დაბრუნების შესახებ. ბატონო ზაუ, თქვენ გქონდათ ამასწინათ უპოვართა თავშესაფარზე, სავანეზე, საუბარი და პროექტი გქონდათ. რა სიტყვით ამის შესახებ? უწესად კავშირმა შეიმუშავა უპოვართა სავანის საუკუნის პროექტშენებლობის საკითხი. რა შეეცადა? უპოვრები არიან ჩვენთან, ესე იგი, ჩვენთან არიან ღარიბები და ხატაკები. ხატაკები, რომლებიც ქუჩაში არიან, ხალხი ყრიან, თქო, ეს არის ძალიან მძიმე ამბავი. რომ არაფერი თავშესაფარი არ აქვს, არაფერი არ აქვს. სულს უკურნალობა უნდა, უკურნალობა არ აქვს ყურადღებას. ეს არის ათასობით კაცი ამისანა. მე ვთქვათ ასეთ წინადადება, თუ უპოვართა საუკუნის პროექტი გაკეთება, განხორციელდება, ამას უნდა თბილისის ზღვაზე 5-6-დან 10 ხმამდე მიწის აღება, სადაც გაკეთება ჯვრის ფორმის კონფიგურაციის უპოვართა სავანის კორპუსები, რომელშიც იქნებიან ისეთი ავადმყოფები, რომელთაც სახელმწიფო უნდა უკურნალოს, სხვა გზა არ აქვს. ქუჩაში ნაგდები ადამიანები არ უნდა იყოს. ხო, აი მაგალითად თბილისის პროექტი თუ განხორციელდება, საუკუნის პროექტი, მათ ხოლმე აღარ იქნება ქალაქში. მე ვთხოვ ქალაქის ხელისუფლებას, ეს არის ეს ჩვენ მე მქონდა საპროექტო წინადადება, უარი არ ვთქვია მთავრობას, მაგრამ ამას უნდა ქალაქის მერის ძალიან დიდი ძალისხმევების გააკეთოს, იმიტომ რომ ეს არის უნიშნული საკითხი, რომ ყველაზე ხატაკი ფენა, რომელიც არის საქართველოში, დაიწვონ, სახელმწიფო დაიწვოს ვიღაც, რომ ძაღლების თავშესაფარია, ხო და ადამიანები, რომელიც ხვდებიან ქუჩაში და არ აქვს არაფერი საშუალება, ხო შეიძლება გაკეთდეს. უპოვართა სავანი იქნება, იქ იქნება ფლიგერი, ისეთი ხალხი მივა, რომელიც ავადმყოფებია და სამუდამოდ იქნებიან სიცოცხლის ბოლომდე. იქნებიან ბავშვები, მაწალწალა ბავშვები, იქ რეაბილიტაცია მოხდება, იქნება მოხუცთა თავშესაფარი, იქნება კეთილმოწყობილი ყველაფერი. იმ სადაც მიწის ნაკვეთია, იმის ნაკვეთზე დამუშავდება ის მიწის ნაკვეთი და იქ მიიღებენ ბოსტნეულს, საკვებად ხალხისათვის ეს მეტად მნიშვნელოვანია. იქ იქნება თანამშრომელი და მთელი კასკადი, იმიტომ რომ იქნება ექიმები იქნება ერთანები, სანიტრები, დაცვის ხელმძღვანელობა, აგრარიკოსები და რა ვიცი, ყველანი. სამსახურებიც იქნება, მაგრამ ეს იქნება ნახტად ხალხის სამსახური. ეს მეტად მნიშვნელოვანია, ეს ამას ცივილიზებული ქვეყნები აკეთებენ. ახლა ჩვენ გვაქვს კატასტროფი და ეხლა 100 კაცი თუ ეს რა არის, არაფერი აქვს. ათასობით ადამიანი შეიძლება მოხდეს მისი განკურნება და მისი რეაბილიტაცია და მისი ესე იგი იგზნობს ადამიანი, რომ სახელმწიფოსგან იქნება მე ვიღაცამ გამოგაგდო სახლიდან ან მეუღლემ არ ვინმე. უნდა მიხვიდე ისეთ თავშესაფარს, სადაც უკვე რეალურად იცხოვრებ კიდე სიცოცხლის ბოლომდე. უპოვართა სავანის პროექტის გაკეთება ეს არ არის ძნელი საკითხი. ამას სჭირდება რა? ამას სჭირდება თავიდან რა თქმა უნდა მიწის საკითხის გამოყოფა, მიწა უნდა გამოიყოს, უნდა მოხდეს მისი საკატასტრო აზომები და ტოპო გადაღებები, უნდა დამტკიცეს საკუთრებაში მიწა და ამის შემდეგ მოხდება მისი მშენებლობა. მშენებლობა სახელმწიფო დააფინანსებს, გააკეთებს, კი არა, ზოგიერთ ბიზნესსაც შეუძლია გააკეთოს ეს, მაგრამ მაინც სახელმწიფოს ეს არის, რომ გააკეთოს ასეთი მნიშვნელოვანი საქმე, რომ უპოვრები, ხატაკები ამოვიდნენ ამიდან. ჩვენ ვიცით, რომ დღეს საზოგადოებაში არის ხატაკები, არიან ღარიბები და არიან მდიდრები. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ მთავრობა რომ მუშაობს კარგად საღებავ საქმეთა საქმეში კარგია ეს მშვიდობას იცავს ამე, მაგრამ ის რომ პარლამენტარებს 20,000 ჰქონდეს და პენსიონერებს 500 ხერხას იქონდეს და პენსიონერებს დავიდავანო მხოლოდ ხალხი, რომლებიც საერთოდ 100 პენსია აქვს. ეს ძალიან რთული საკითხია და ეს არის მოსაგვარებელი პირველ რიგში უპოვართა სავანის მშენებლობა. და მე მგონი ამას მთავრობა ჩვენ იმდენად
წერილი მთავრობაზე უარი არ უთქვიათ ამაზე, მაგრამ ამას უნდა ხორცშეს, ამას უნდა დაფინანსება, ესე იგი გარკვეული დაფინანსება უნდა თქვათ, ჭირდება ამ საქმეს სულ თქვათ 15 მილიონი, რა არის სახელმწიფოსთვის მაგ ამბავი, რომ 15 მილიონი და მათხოვარი არ იყოს საქართველოში, მათხოვარი არ იყოს პირველ რიგში თბილისში. თქვენ ხო ხედავთ უკვე მათხოვრების საზიანარი რაღაცა ითხოვენ ასე მეტროებში ყვირიან ბავშვები ისინი ასე. ამას თუ ეს უპოვართა სავანი იქნება, იქ ვეღარ გაბედავენ მერე. პოლიცია მოკიდებს ხელს ამ ბავშვებს და წაიყვანს ასე სავანეში. იქ მოულიან, იქ დაცვა, იქ ყველაფერი იქნება. მე მგონი ამაზე ყაიყურიზება საუკუნეებში არ შეიძლება. ეს უპოვართა ნახოთ აბა რა იქნება გვაქვს ამაზე საქმენი უხუცესა ხალხის ჩვენ პატარა დარბაზი გვაქვს ბრძენი ხალხია ვშერობენ ამ საქმეზე და თუ ეს ასე გაკეთდა მათხოვარი გარანტირებული იქნება არ იქნება თბილისში ერთი მათხოვარი სახელმწიფო თვითონ როგორც ეს ბევრ ქვეყანაშია ეს ახლა მე არ ვადარებ იმათ ჩვენ ქვეყანას ჩრდილოეთ კორეას მაგრამ ჩრდილოეთ კორეაში მათხოვარი არ არის მათხოვარი იმიტომ რომ ისია განაწილებული თანხები რომ ყველა ცხოვრობს მაგრამ მათანი დიქტატურა დიდი დიქტატურა მაგრამ ხალხი მაინც ცხოვრობს აი ავიღოთ ჩინეთმა საბჭოთა კავშირის ხო ჩინეთის ხელმძღვანელმა მაო ძედუნმა 1952 წელს მიმართა სტალინის მიღებაზე იყო სტალინთან რომ მიშველა რამე რომ ისეთი მდგომარეობა არის ჩინეთში რომ მილიარდი 200,000 იყო მაშინ მოსახლეობა რომ ხალხი შეერი დამჩებოდა სტალინმა მისცა პროგრამა იმ პროგრამით მუშაობს ჩინეთი და ჩინეთში ახლა არის ყველაზე კარგი ქვეყანა ხალხი ცხოვრობს მათხოვარი არ არის ყველა მუშაობს შემოსავალია ღარიბი არ არის მაგრამ დიდარიც არის და მილიონერიც არის კომუნისტებს ეს ხონდა ცუდი რომ თუ მილიონერი გეხდებოდა არა არ შეიძლება რომ ხონდეს თუ შენი ნიჭით გააკეთე ჩინეთში ასია დიდი გამოგონებია თუ აკეთებს არის დიდი ბიზნესმენი მილიონერი იყოს კომუნისტები ამას არ უშვებდნენ აი ასეთ რამეს ხო ეს არის ერთ-ერთი უპოვართა სავანის მშენებლობა ეს ამაში უნდა შეიტანოს ბატონო მერიასთან ერთად ჯანმრთელობის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძე უნდა განანაცილდეს თანხებისა რომ მიეცეს ამას საშუალება რომ ეს აშენდეს და რეალიზაცია მოხდეს ამის ეს უკეთესი რო არ იქნება რამე საქართველოს ეს გვაქვს ჩვენ ერთ-ერთი მთავარი პროგრამაში ბატონო ზაუ როგორც იცით ჩვენთან ქვეყანაში ძალიან ბევრი უმუშევარია თუ შეიძლება ბრძანოთ დასაქმების სფეროს შესახებ თუ როგორ შეიძლება რომ დასაქმდეს ადამიანი ჩვენთან სამწუხაროდ რა თქმა უნდა საქართველოში საშუალო ფენა ძალიან ცოტა პროცენტია საშუალო ფენა კომუნისტების დროს საშუალო ფენა იყო 80-90%. ესე იგი ყველა მუშაობდა. იქ მე მახსოვს რომ ვინც არ იმუშავებდა ხანდახან ბიუჯეტზე რომ მივიდოდა სპეციალური სამსახურები მოკიდებდნენ ხელს და მიყავდათ სამუშაოზე ეს ხალხი. დასაქმება არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მაგრამ აუცილებელი უნდა იყოს იმისათვის რომ საშუალო ფენა ეს საშუალო ფენა ჩვენ ფაქტობრივად არ აქვს. ეს ხო ლიდერები რა თქმა უნდა კიდევ ლიდერები არიან რა თქმა უნდა მილიონერებიც არიან ამას ვერ ვაკეთებ და არიან მეტად ღარიბები ხო ასეთი ესე იგი ჩვენ საბჭოთა კავშირი რო დაინგრა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ შეიქმნა ასეთი ქვეყანა კაპიტალისტური მაგრამ ეს კაპიტალისტური რა ქვეყანაა იმაზე თუ ჩვენ აღგვეყოლება მარტო მილიონები და ღარიბები სულთიანად ეს არის ქვეყანა ამიტომ მე არ მივიტირი საბჭოთა კავშირს მაგრამ საბჭოთა კავშირი უფრო ხალხისათვის იყო იქ საშუალო ფენა იყო დასაქმება იყო აი მაგალითად დღეს ინვესტორები რო შემოდი ჩვენ ახლა სასტუმროები კი არ გვინდა რომ გავაკეთოთ და რამე დიახ ჩვენ უნდა შევქმნათ
ხალხნები ისეთი, აი მაგალითად სამყერვალო ხალხნები. რამდენი იყო საბჭოთა, რამდენი ქალბატონები იყო დასახვებული. ეს აი მაგალითად ქვეყნის დაკვეთები ჰქონდათ მაგალითად, ქვეყნის დაკვეთები აი მაგალითად პოლიციის, ჯარის ისინი ფორმები. რატომ უნდა შევიდოთ ვიყიდოთ ჩვენ ამ ხალხს შეჯეროს აგიზე დასაკვდება ხალხი. ხო, აი ახლა მაგალითად მშენებლობაზე თვით დასაკვებული ხალხი ბევრია და მშენებლობები მიდის ახლა კორპუსების კარგია, ცუდი არ არის. ცუდი არ არის. რამდენი ხალხია დასაკვებული 100,000-ზე მეტი იქნება დასაკვებული, ცუდი არ არის ეს. მაგრამ კორპუსებიც კიდე რა გვეშინია გარეუბანში მაგალითად 9 სართულზე ზეით არ შეიძლება აშენებო. როგორ არ შეიძლება სახლი უნდა აშენდეს თუნდაც 15 სართულიანი სახლი, იმას უნდა ხდეს სათანადო თავისი ესე გამწვანება თავის შესაბამისად, თავისი პარკინგები, თავისი ყველაფერი. ხო, დღეს ახლა მაგალითად არქიტექტურა ვაიდამაიც საქართველოში ვერ ვიტყვით იმას, რომ რაღაცა არქიტექტურა არის. აი, მაგალითად ჩინელები რომ ჩამოვიდნენ ჩვენთან. ჩინელები ჩამოვიდნენ და ჩინელების მიერ გაკეთებული კორპუსი, აი, სადაც ახლა იუსტიციის სახლია, კილომეტრიანია თითქმის ეს სიგრძის შენობა, შიგნით ეს შენობა. როგორი გაკეთებულია, არის ამიერკავკასიაში ასეთი სახლი არ არსებობს, ასეთი კომფორტული. ავიღოთ ჩინელების მიერ გაკეთებული კომპლექსი, სადაც ცხოვრობენ, ესე იგი, საცხოვრებლები კომპლექსებია და ძალიან კარგად არის შემორაგებული, პარკინგები დაცული, ცოტა სახლებია, ცოტა პატარა, მაგრამ კარგად არის. ჩინელები ჩამოვიდნენ 3 მილიარდი და 15 მილიარდი წავლიან, ეს კარგია, ჩამოვიდნენ იმ კომპლექსში, სადაც ახლა ჩინელებმა ერთი ჩინელი არ ცხოვრობს. იქ ცხოვრობენ ქართველები და მუსლიმები. ჩინელების ჩამოსვლა ჩვენთან ძალიან ორგანიზებულად მოხდა. ის არ არის რომ ჩინელები დასახდებიან ასე შემოსვლა. ისინი ჩამოვიდნენ და როგორი კულტურა, მშენებლობის, როგორ აკეთებენ, როგორი სახლებია. ეხლა კიდევ ცალკე იწყებენ მშენებლობას და მოხდა სამსართულიანი ცხოვრიან. ეს არის კარგი. და არა ისე რომ შემოვიდოს ვიღაცა იყიდოს მიწა და გავაკეთოთ ჩვენ სასტუმროები და გავაკეთოთ სასტუმროები და გავაკეთოთ ისე სასტუმროები და ასეთი რამები სასწავლოს. ჩვენ გვინდა ინვესტორი იყოს ისეთი შექმნას ესე იგი ქარხნები, ფაბრიკები ისე რომ ხალხი დასაკვეს. რა არის მაგალითად ახლა ბელარუსის ხელმძღვანელმა როგორ გააკეთა ყველაფერი კაცო. როგორ არის დასაკვებული ხალხი, როგორ არის ვინც ახოთ დიქტატურა რაც კარგია ადამიანს, რაც კარგი ხონდა საბჭოთა კავშირს, ის კარგი გადავარდეთ, იძახიან საბჭოთა კავშირში და არ ვარ. ბატონო, მე ვიცი საბჭოთა კავშირი რა ამასაც ვიტყვით მოგვიანებით რომ რა ქონდა ყველაზე ცუდი მაგას, რატო დაინგრა ამასაც გეტყვით. მაგრამ ისე არ არის ახლა შეიქმნა ქვეყანა, რომელიც საუკეთესოა, რა საუკეთესოა. აქ ხალხი 1%-ია მდიდარი, 5% რაღაცა, კიდე 10% თქვა და 90% ღარიბია. ეს ქვეყანა არ არის. ამიტომ ჩემი აზრით და უხუცეს კავშირის აზრით გვინდა რომ ეს საქმე სხვანაირად გაკეთდეს, უნდა დასამდეს ხალხი, უნდა ინვესტორები უნდა შემოვიდონ. ახლა კარგია პორტი რო არის, რა თქმა უნდა, დიდი მშენებლობა, ფოთის პორტი რო იქნება, იქ ძალიან დიდი მშენებლობა რამე. არის ამის საშუალება ხალხი დასამდეს. და მე ამასთან ერთად მე მინდა ბატონო გითხრა ერთი რამე. ხელფასის ანაზღაურების ამბავი. ხელფასები დღეს რა არის? 20,000 პარლამენტარებს და 500 მანქ პენსიონერს. საჯარო მოხელეებს ყველას 5,000, 4,000 ხელფასი და საერთო ხელფასები კიდევ რა არის? უმუშევარი ხალხის ხელფასები, სადაც ხელფასები ხარ. პენსიონერი არ არის, რამდენიმე კაცი და დახეტიალობენ ახლა სად იმუშაონ, არ იცი. ეს ძალიან ცუდია, რა თქმა უნდა. ეს მთავრობა უნდა გაითვალისწინოს. მე მიმართავ ბატონო ირაკლი გოგაბიძეს ბატონო თავდაბრობის ხელმძღვანელ მინისტრს, ეს საქმე ინვესტორების ჩამოსვლა და ფაბრიკა ხალხების აშენება და ხალხის დასაქმება აუცილებელია. არ უნდა იყოს საქართველოში მაგალითად ძალიან მდიდარი და არ უნდა იყოს ღარიბები. ასე ჩამოყალიბდა.
ეს ასეთი ქვეყანა არ გვინდა ჩვენ ხუცესზე, ჩვენ გვინდა რომ იყოს ხელფასი ისეთი, აი მაგალითად უნგრეთში რომ მოხდა ახლა საპარლამენტო არჩევნები, გაუნახეს პარლამენტარებს ხელფასი. გაუნახეს ხელფასი. შედარებით კარგი ნაბიჯია, რა თუნდა პარლამენტარებს 20,000 ხელფასი, რა არის ეს? 20,000 ანდა ნარმანიას მაგალითად ხელფასი აქვს 25,000 ლარი. გამაგებიეთ ეს რა არის, რას გავს ეს არ არის კარგი ბატონებო. მე მიმართავ მთავრობას რომ ეს ნიზბანაში მოხდეს კარგად, რომ რაღაცა იყოს, ან საბოლოოდ დავაწესოთ რომ არ არის ამაზე მეტი ხელფასი არ უნდა იყოს, დაწესებული არ უნდა იყოს ხელფასი ამაზე მეტი. კი ბატონო, თუ აქ რაღაც გამოგონება, თუ აქ დიდი ბიზნესი თუ აქ გქონდეს როგორც ჩინეთშია, მაგრამ ის კი არა საჯარო ხელფასი მოხდეს გქონდეს 6,000, 7,000, 10,000 ხელფასი. ერთი ვარ ენერგეტიკი, მუშაობდი საენერგო სისტემაში. ბუნებითაც ამ სპეციალობის შესაბამისი აღმოჩნდი. ვიმუშავე ელექტროსადგურში. ძალიან როინატრებს ადამიანი ახალგაზრდა სპეციალისტი ისეთი სამუშაო შეასრულოს, პრაქტიკას რო ეძახიან. ზუსტად მასეთი მომიწია. ლაჯანურ გესი, აშენებული უნიკალური სადგური, ერთი გენერატორი ტოლი არის ზაგესის სტოლის, ჩვენი ფილმშოსი. იქ 3 გენერატორი. სამი მუშაობს ძალიან კარგად. όλო აშენებული ელექტროსადგური ენგურის წინ აშენდა. მოხვდი ამ საწარმოში, ვიმუშავე 4 წელი და მივიღე ამავე დროს არაჩვეულებრივი პრაქტიკა. 10 წელიწადი გაუხსნელი სადგური იყო. გაშვების დღიდან მუშაობდა ეძახოდნენ გაჭირების ტალკოს, როცა პიკებია ენერგეტიკაში საღამოსავლები, როცა აი იმ ზუსტად იმ პიკებზე მუშაობდა დღე და რამე და ასეთ რთულ პირობებში იმუშავა და რომ შეიძლება ითქვას შინაური ენით გადაიტვირთა და გადაიღალა. ნორმაზე მეტი იმუშავა, ისეთი სკონა ნამუშევარი, მაგრამ მე ბოლოს მაინც მოუწია რემონტები. ისჭირდება იმ ელექტრობალი, დეწამებშია, მაგრამ უნდა აღდგენა, უნდა ცოტა ნაწილებს შეცვლა. აქვს წინვალეთ პრაქტიკა მივიღე. აი, სადმე ვიყავ. ასეთ დიდებული პრაქტიკა რომ მივიღე, ახლა ზოგადად სკოლა გქონდეს. ასომოს მანეთი ჰქონდა. მე ვინოდი რომ ის პერიოდი იყო 70-იანი წლები. ხალხი რაღაცა ორი კაპიქს რაღაცას შოულობდა, აკეთებდნენ და ეს 100-მანეთიანი ხელფასი დაცინვა იყო ადამიანის. ხოდა მე ისე იყო, ასე იყო უარყავი, ასე დიდებული სამუშაო და საინტერესო და გამოვიყვეწე ქალაქში. აქ დავსახლით, ვინაც მივიდე შვილების გავზარდე, მე უკმაყოფილი ვარ, მაგრამ ის წინვალე სპეციალობა და რაღაც მივიდე, წყალში გადაიყარა, რომ ქონოდა აი ხელფასები და ისა მაშინა მე ამას თავს არ დავანებდი. ბატონო ზაუ, რა სიტყვით მიწების შესახებ? უნებართო მიწების გაცემის თვალსაზრისით. ეს საქართველოში უნებართო მშენებლობის ბუმია. იმიტომ რომ მიწები არ კანონდება, მშენებლობები არის. არის რამორი ხავოსური მშენებლობები, ძალიან უსახური ნაგებობები ყველაფერი ისეა, რომ რაღაცა მოედო ხალხს არ გაკეთა მიწების პრივატიზაცია. მიწები უნდა ყოფილიყო ბოლოს ის კი არა რომ ჩვენ მაგალითად მიწებზე აშენებული სახლები დავანგრიოთ, ახლა ეს არ გამოგვივა. საერთოდ სახლებს უნებართო სახლებს არ ანგრევდნენ იტალიის ფაშისტური მამა, იდოლოვის მამა ბენიტო მუსოლინი არც ჟავანაძე ანგრევებდა სახლებს უკანონო. სახლები კი არა, ეს უნდა მოხდეს მიწების ესე იგი დაკანონება, უფასოდ რა თქმა უნდა, როგორც ეს არის თვითმფრინავი დაკავებული მიწებისა და შემდეგ არსებული შენობა ნაგებობის, ესე იგი უნდა მოხდეს მისი რეკონსტრუქციები და ლეგალიზაცია. მოხდება რა? მიწების საკუთრებაში არსებული შენობა ნაგებობები გადამოწდება. ეს არის აუცილებელი. ეს 50,000 კაცი ასეთი რომ უკანონო შენობის ბუმია. რას გავს გავიხედოთ ბაზისუმაში, რას გავს დანი, მუხიანი, რას გავს. რა ვხრათ ახლა
დავამხრივოთ ყველაფერი და მოусწროთ ყველაფერი ასე ხვალ შეიძლება რა მიწების თვითონ ესე იგი უნდა მოხდეს მიწების უფასოდ მიცემა ხალხის როგორც ეს არის გაკეთებული უკვე შეიქმნა უკვე ეს მიეცა უკვე იმას ეს გააჩერებულა გაჩერებული ხო ჩარტე უნდა ჩარტე ჩართული ერთუთი უნდა მოხდეს სისტემური რეგისტრაცია მიწების სხვას არ არის სისტემური რეგისტრაცია სოფლებში უფასოდ მიწის მიწები მიწის ჩვენ აგარაკებზე წნეთში და ეხლა დარჩა თბილისში არ ხდება სისტემური რეგისტრაცია და ხალხი ვერ იღებს მიწებს არის ისევ ხაოსური ამბავი ისევ მახიჯნაღებები მიწები ჰაერშია და რამე უნდა მოხდეს მიწების სასწრაფოდ თავრობამ მე მოუწოდე ბატონ ირაკლის ბატონ ხალხი ღალაძეს რომ მიწების დაკანონება მოხდეს უფასოდ როგორც სისტემური რეგისტრაცია უნდა მოხდეს ქალაქის მუნიციპალიტეტებში რომლის შემდეგ არსებული შენობა ნაგებობების ლეგალიზაცია მოხდება მერე მიწები მიეცემა ხალხს მაგრამ არსებული შენობა ნაგებობების გარეშე მაგრამ იქ მიწები შენობა ნაგებობები აუცილებლად მოხდება შენობა ნაგებობების ესე იგი ლეგალიზაცია ნიშნავს გავაკოხდავთ ავაშენოთ და ასე შემდეგ აი ეს საკითხები მინდოდა შეჯერობით და ჩვენ მრავალი ჩვენ ბატონო ვიყვეთ 21 საკითხია ჩვენ უხუცეს საკავშირის თავრობის წინაშე ამას ჩვენ თანადროებით რა უნდა გაკეთდეს რომ ხალხმა მოისურვოს რა უნდა გაკეთდეს რომ ხალხი იყოს უთმობის ცხოვრების ჩვენ ამის რეალური რესურსი გვაქვს მაგრამ შეჯერობით არის